თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთა ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში რჩება. მათთან ამ წუთებში ადვოკატები იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირია დაკავებული, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები და საქმის გადაკვალიფიცირების შესახებ დეტალებს არკვევენ. ადვოკატებისვე განცხადებით აღნიშნულ 8 პირს შორის ერთი გიგი უგულავა. ბოლო ინფორმაციით გენო ოსიყმაშვილი შემოგვერთება. ახლა პირდაპირ ეთერში გენო გისმენთ. მარიამ, მაყურებლისთვის უფრო ცხადი რო იყოს სიტუაცია, შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე აღმაშენებლის ხეივანში საერთო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 ადამიანი დააკავა. აქედან დაახლოებით 10 ადამიანი რამდენიმე საათში ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო 20-მდე პირი კი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში რჩებიან. მათი ერთი ნაწილი მაგალითად თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ჩვენ სწორედ აქედან გერთვებით აქ ვიმყოფებით. ადვოკატების განცხადებით, მათ იცოდნენ 20-ვე მათგანის ადვოკატმა იცოდა, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფები დაკავებული იყვნენ ადმინისტრაციული წესით და საგამოძიებო უწყება მათ დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებოდა 2 მუხლით, ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა, რაც ადმინისტრაციული მუხლებია, თუმცა დაახლოებით 2 საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებდა ბრალის დამძიმებას, დაკვალიფიცირებას ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლის მიმართულებით და სწორედ აი ამ დროიდან უკვე ადვოკატებმა დაიწყეს მოსვლა დროებითი მოთავსების იზოლატორთან, რადგან შეხვედრიოდნენ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფებთან და გაერკვიათ მათ ხომ არ დაუმძიმდა ბრალი, როგორც ადვოკატები ამბობენ, ისინი სხვა ხერხით უბრალოდ ვერ არკვევენ, რადგან საგამოძიებო უწყება მათ ადვოკატებს, ანუ კანონიერ წარმომადგენლებს არ აყენებს საქმის კურსში და შესაბამისად ისინი მათ უხდებათ, რომ მოვიდნენ და ადგილზე გაარკვევენ სიტუაცია. მაგალითად ერთ-ერთი ადვოკატი სანდრო წერეთელი, რომელიც დიმიტრი ბიზნიაშვილის ადვოკატია, ცოტა ხნის წინ იყო აქ მოსული, უნდოდა მას თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა, რადგან როგორც განუმარტეს იზოლატორში სულ ცოტა ხანში დიმიტრი ბიზნიაშვილი უნდა გადაიყვანონ უბრალოდ სასამართლოში და შესაბამისად ეს შეხვედრა ვერ მოხდებოდა. თუმცა აი სწორედ იმ მომენტში, როდესაც ადვოკატების ეს ნაწილი იყო შესული, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფები ენახათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადო ოფიციალური ინფორმაცია, ეს დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ მოხდა და ამ ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ 8 დაკავებულისთვის სისხლის სამართლის მუხლით აქვს წარდგენილი საგამოძიებო უწყებას ბრალი და მათ ედავება არა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ან წვრილმან ხულიგნობას, არამედ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა იმდაგვარად, რომ მხოლოდ ინიციალები და დაბადების წელია მოცემული იმ ბრალდებულების მიმართ, რომელსაც იმ 8 პირის მიმართ, რომელსაც სისხლის სამართლის მუხლით ედავება. მათ შორის ერთი არის დბ 1975 წელს დაბადებული და სანდრო წერეთელი, რომელიც როგორც გითხარით ცოტა ხნის წინ იყო შესული, რომ შეხვედროდა დიმიტრი ბიზნიაშვილს, ამბობს, რომ სწორედ დბ უნდა იყოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი და ის ცდილობს ახლა გაარკვიოს თუ რა მოხდა, რატომ სისხლის სამართლის მუხლით რატომ ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფს. ის ამბობს, რომ არც სისხლის სამართლის კუთხით, არამედ ადმინისტრაციულითაც კი არ ქონდა საგამოძიებო უწყებას არანაირი მტკიცებულება იმის, რომ დიმიტრი ბიზნიაშვილი მონაწილეობდა რაიმე კანონდარღვევ ქმედებაში და შესაბამისად მით უმეტეს სისხლის სამართლის მიმართულებით მას ეს ძალიან უყვირს, თუმცა ის ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ამასვე სხვათა შორის სხვა დაკავებულების ადვოკატებიც ამბობენ, რომლებმაც ასევე ინიციალების მეშვეობით ამოიცნეს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფები ამ სისხლის სამართლის ბრალდებაში და ისინი ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებები დაირღვა იქიდან გამომდინარე, რომ თუ კი სისხლის სამართლის კუთხით უნდა მომხდარიყო წარდგენა ბრალის, მაშინ ადვოკატები, კანონიერი წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ ამ პროცედურას და იქ უნდა ყოფილიყვნენ, უნდა გაცნობოდნენ და საგამოძიებო უწყებას მათთვისაც უნდა გაეცნო ეს მოქმედება, თუმცა ისინი არათუ ადგილზე არ იმყოფებოდნენ, არამედ მათ აი ამის შესახებ სოციალური ქსელი და შემთხვევით იგებენ. შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ ირღვევა უფლებები დაკავებულების, ბრალდებულების და ისინი საუბრობენ, რომ პოლიტიკური მოტივებით მოხდა ზოგადად 2 თებერვალს ყველას დაკავება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მაშინ აკავებდნენ არა იმის მიხედვით თუ ვინ ჩაიდენდა დანაშაულს ან არ ჩაიდენდა, არამედ გარკვეული მითითებით და პოლიტიკური ხედვით. ამ ინიციალებს შორის, რომელიც გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც გითხარით, სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ, ერთი არის გუ და ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს უნდა იყოს გიგი უგულავა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ 2 თებერვალს გიგი უგულავაც და
და ის ამ დრომდე ასევე იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში. არის დიმიტრიაშვილის და რასაც ხვდები აქედან გიგი უგულავას, თუმცა კიდე 6 ადამიანი არის ეგეთი, ვისაც სიცხლის სამართლის წესით გადაუკვალიფიცირეს. გადაუკვალიფიცირეს არა, თავიდან არ ვიცოდით რა ბრალი ჰქონდათ, იმიტომ რომ ქვი არ ვინახია ყველასი, მაგრამ ფაქტია რომ სიცხლის სამართლის წესით ედავებიან 8 ადამიანს. როგორ შეიძლება იმის მტკიცებულება არსებობდეს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის გადაკეტვის ბლოკირების მცდელობა, როდესაც არც სტრატეგიული ობიექტი არის აღმაშენებლის ხეივანი და არც გადაკეტის მცდელობა არ ყოფილა. მაგის მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს. ხერხე შეხვედრა ბადრი გიგელაშვილთან, რომელიც არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ჯერ მისი გადაკვალიფიცირება არ მოხდა და უნდა გადაიყვანოს სასამართლოს 7.5 თორა და ხელწერილით უნდა გამოუშვა. თავად ბადრი რა თქმა უნდა ამბობს, რომ არანაირი სამართალდარღვევა მას არ ჩაუდენია და უბრალოდ ხელს გააყოლეს მხოლოდ იმის გამო, რომ დასაჯო. ვიცავ წიგნაძეს, თუ მას ბრალი წაუყენეს, რა თქმა უნდა აქვს უდიდეს პროცედურულ დარღვევას ადგილი, რადგან ყველა მიცოდა, რომ ადვოკატი ვიყავი, ყველა მიცოდა, რომ მას ყავდა ადვოკატები, იზოლატორში იყო ჩემი ორდერი, თავისთვის იდგა ერთ-ერთ ტერიტორიაზე მიუვარდნენ სპეცრაზმის დანიშნულების რაზმები ხარებას დავალებით პირდაპირ, რადგან მათ თქვა, რომ პირდაპირ მასთან ერთად მოვიდნენ, დაავალა ამ ადამიანების დაკავება, დაჭერა და ეს არის პირდაპირი ანგარის სწორება და შურის ძიება თითოეული სისტემის. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მათ ქმედებაში არ იკვეთება არანაირი სისხლის სამართლის ნიშნები და შესაბამისად ჩვენ აუცილებლად ვივადებთ თვალს რა მოყვება ამ საქმეების შემდგომში. როგორ შეიძლება უბრალოდ განხორციელდეს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც არ გვატყობინებენ ადვოკატებს და ისე ხდება ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს ხდება კანონმდებლობის სრული დარღვევით და უფრო მეტიც, აი ასეთი კოდექსი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო მიღებული, დღეს კიდევ უფრო მკაცრდება და ვიღებთ საერთოდ არაც თუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საერთოდ დაცვის უფლების ხელყოფას აქვს ადგილი. რაც შეეხება 2 თებერვალს აქციაზე დაკავებულ სხვა პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ჩანს, მათ ადმინისტრაციული წესით ედავება დაახლოებით 12 ადამიანი, ესე იგი, მათი წინასწარი დაკავების ვადა 48 საათიანი ვადა არის, კანონით განსაზღვრული და ეს 48 საათიანი ვადა დღეს ღამე, საღამოთი, გვიანღამე იწურება და შესაბამისად ამ პერიოდში უნდა მიიყვანოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი სასამართლოებში და გაიმართოს მათი სასამართლოები ყველასი ან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებიან რა პროცესის პრინციპში მიმდინარეობს კიდეც. გმადლობთ გენო სიღმაშვილი იყო.